მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია თრიალეთის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ თემებს თრიალეთის ჟურნალისტებთან ერთად ირმა ბუზიაშვილი გაგაცნობთ. ირაკლი ოქრუაშვილმა გორის მერის კანდიდატად დარეგისტრირებაზე განაცხადი შეიტანა აღნიშნული შესახებ თრიალეთს გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცნობეს. კომისიას განაცხადის განხილვის ორდღიანი ვადა აქვს. დეტალებზე უფრო ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყავთ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირველია, ვინც გორის მერის კანდიდატად დარეგისტრირებაზე განაცხადი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილმა გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, პასუხი იმის შესახებ დარეგისტრირდება თუ არა ოქრუაშვილი მერის კანდიდატად ორ დღეში გახდება ცნობილი. ქართული პარტია დარეგისტრირებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც შეეხება მის მიერ მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მერობის კანდიდატი ქალაქ გორში ირაკლი ოქრუაშვილი საბუთები სულ რაღაცა ნახევარ საათის არჩევნებიდან გვაქვს ორდღიანი ვადა ამასთან დაკავშირებით რომ განვიხილოთ ჩვენ მოქმედებთ კანონის შესაბამისად და უფლებარებობს კანონის ჩარჩოების გაგრძელებას. იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილის განაცხადი არ დააკმაყოფილა, ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნული შესახებ თრიალეთს ოქრუაშვილის ადვოკატმა განუცხადა. ზვიად კორძაძის თქმით, კანონში არ არის ზუსტად განსაზღვრული ის თუ რას გულისხმობს 2 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება. კანონში არცადარადი განმარტებული ერთი რა იგულისხმება, ანუ ეს კალენდარი უწევს იგულისხმება თუ 12-14 წელს ეს სამი გამოდის. ასევე რეგულატორს ნიუსაცხოველი ადგილის სულ საქართველოში ხდება. პლუს ამას ის თავისი მედიცინასთან იყოფებოდა საზოგადოებრივ ასე არგუმენტებად ბევრია რომელიც უნდა გაითვალისწინოს კომისიამ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში აცხადებენ, რომ ცესკოს განაცხადის ფორმაში ერთ-ერთი კითხვა არჩევნების დღემდე ბოლო 2 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრებას უკავშირდება. ბატონ ირაკლის შემთხვევაში, ვინაიდან მან წარადგინა განაცხადი, შესაბამისად მას უნდა ჰქონდეს მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ნამდვილად საქართველოში ცხოვრობდა მუდმივად. ყველა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, უარი შემთხვევაში მით უფრო უნდა იყოს ძალიან კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ კანდიდატს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთიდან საქართველოში 2012 წლის ნოემბერში დაბრუნდა. ცხინვალის ციხეში არაოფიციალური მონაცემებით 10-მდე საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს. მათი უმრავლესობა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ისინი დაწესებული ჯარიმის სანაცვლოდაც არ გაათავისუფლა, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობას თავი დააღწიეს, ცხინვალის ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს მედიასთან კონტაქტს უგრძალავს. ამის შესახებ თრიალეთისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩვენ ქარელის რაიონის სოფელ დვანიდან ოკუპანტების მიერ დაკავებული ვასილ კობახიძის ოჯახს დავუკავშირდით. კობახიძე რუსმა ოკუპანტებმა გასულ წელს დააკავეს და მას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ვასილ კობახიძის დედა ჩვენთან პირად საუბრებში აცხადებს, მას ცოტა ხნის წინ ცხინვალიდან შემოუთვალეს, რომ ქართველ ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ მისცეს. ვასილ კობახიძის დაკავების შესახებ ჩვენს კამერასთან ღიად საუბრობენ დვანელები. დააკავეს მიუსაჯეს 3 წელი და 1 წელიწადზე მეტი გავიდა, ეხლა 2 წელი სრულდება სადაცა. და ის გამოსყიდვა არ არის. ხები ვინც აყავდა დაკავებული ზოგს დახმარები, ზოგს ნაცნობები, ზოგს ფულის გადახდით, აი ესე გამოიყენეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ციხეში ამ დრომდე საქართველოს ის მოქალაქეები რჩებიან, რომელთა გათავისუფლებაც მარიონეტულმა რეჟიმმა ჯარიმის გადახდის სანაცვლოდაც არის სურვა. სეპარატისტების ტყვეობაში არაოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის საქართველოს 10-მდე მოქალაქე რჩება. მათი უმრავლესობა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. ცხინვალის ციხეში
ტელეკომპანია TV3-ის გადამღებ ჯგუფსაც მოუწია ყოფნა. ისინი საოკუპაციო რეჟიმმა 15 აპრილს 17 საათზე სოფელ აძვიდან დააკავეს და გუშინ 19 საათზე ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში გადაცეს. ჟურნალისტები ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ. 7 საათის შემდეგ გადაგვიყვანეს ცხინვალში, უშიშროების იზოლატორში, სადაც გაუსაძვესი მდგომარეობა იყო. ოფიციალური დაკითხვების გარდა გავყავდი საკნიდან და იყო არაოფიციალური გასაუბრებები. და იმდენად მძიმე გასაუბრება იყო ერთ-ერთი ბოლო გასაუბრება, რომ მაგ გასაუბრების შემდეგ აღარ მეგონა რომ გამომიშვებდნენ. პირველ დღეს მარტო ვიყავი დაბლასაგანში ცოტა ცუდი პირობები იყო. ცუდი პირობები რას ნიშნავს? ანუ მარტო ვიჯექი მციროდა და საკვები მოხდა? საკვები არა, დღეს არ გუჭამი არაფერი. ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე თრიალეთთან სოფელ ქორდის მკვიდრი 38 წლის დავით კიკველიშვილიც საუბრობს, რომელიც ოკუპანტებს სოფლიდან 4 დღის განმავლობაში ყავდათ გატაცებული. მან ცხინვალში დაკავებული 2 ქართველი პირადად ნახა. ჯედესოში ავედი, ამოყვანეს იმის საღამოთინები დამტოვეს. იმედა ცხინვალში. არის 2 კაცი. არცეველები არიან, არცეველია ერთი და მეორე თბილისი. ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი მოლაპარაკებებს ერგნეთში გამართულ 4 მხრივ შეხვედრებზე ოსურ მხარესთან სისტემატიურად აწარმოებს. თვალების ნაწილმა შესაძლოა საკუთარ მიცვალებულთა საფლავებზე გასვლა ვერ მოახერხოს, რადგანაც მცოცავი ოკუპაციის შედეგად სასაფლაოს ნაწილი პირობითი საზღვრის მიღმა მოქცეული. მოსახლეობა ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრილ სასაფლაოზე გასვლის შემთხვევაში მათი უსაფრთხოების დაცვას თხოვს. მაგრამ ყავს ქალი და მარხული და ავიცა ვარანაირ გავიძე. შეიძლება გასვლა იყო, გავიდე და იქამდე მიმაყოლომბარე გამიქას. გალაქტიონ მამაგულაშვილმა არ იცის როგორ გავა საკუთარი მეუღლის საფლავზე, რომელიც მცოცავი ოკუპაციის შედეგად პირობითი საზღვრის მიღმა მოექცა. ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ, დვანის სასაფლაოს ნაწილია მოხვედრილი. შესაბამისად, ამ საფლავებზე გასვლის შემთხვევაში ადგილობრივებს უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ. თუმცა დვანელების საკუთარი მიცვალებულების სულის მოსახსენებლად პირობითი საზღვრის მიღმა მოქცეულ საფლავებზე გასვლას მაინც გეგმავენ. ჩვენ ავალებულები ვართ, რომ წავიდეთ ჩვენ კუდრების საფლავზე და წითელი კვერცხები დავაგოროთ. ჩვენ კუდრების საფლავზე ეგერთი დღეა და მაგ დღესაც რო არ მივიდეთ, რა მოხელეები ვართ. მართალია, ცოტა საშიშროება არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც ვაპირებთ. ჩვენ რო გვეშინოდეს აქ არც ვიცხოვრებთ. ესე იგი არ გვეშინია და არ ვემორჩილებით და ვაპირებთ. ადგილობრივების თქმით, ისინი მიცვალებულთა საფლავებზე ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე გადიან. აღნიშნული ტრადიციის დარღვევას მოსახლეობა 10 წელს აპირებს. მათ სასაფლაოზე ერთად გასვლა აქვთ დაგეგმილი. აქვე როგორც დვანელები ამბობენ, მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო ისინი წინაპართა საფლავებზე გასვლისაგან თავს იკავებენ. მივდივართ ეგრე თუ აღდგომად დღეები მოვა, ისე დღეებში ვერ მივდივართ და ვერ ნახულობ ჩვენს გართან შენდობა რო უთხრათ ისე დღეები და ვერ ავდივართ გვეშინიათ იქ ასვლა. დვანელები ხელისუფლებას პირობითი საზღვრის მიღმა მოქცეულ საფლავებზე გასვლის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებას თხოვენ. რა პრობლემები შეუქმნა რუსის სამხედროების მიერ გავლებულმა მავთუხლარდებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელა. შეხვედრის დეტალები ნახეთ თამთა უთურგაშვილის სიუჟეტში. დახმარება საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობას ეს ის საკითხია, რომელიც დღეს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარიაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო. საზღვრისპირა სოფლებს ბევრი რამე საჭიროება, მათ შორის ნაწილს სახელმწიფო სრულიად ანაზღაურებს, ნაწილი კი დონორი ორგანიზაციების დახმარებით უნდა გაკეთდეს. ასეთ საჭიროება ბევრია, მაგალითად გლობალური საყოველთაო ეს არის გზები, ეს არის გაზიფიცირება, ეს არის წყლით მომარაგება, როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლით, ეს არის ელექტროფიცირება, იგივე გამრიცხველიანება, ამას ყველაფერს სახელმწიფო იღებს თავის თავზე. მაგრამ გარდა ამისა არის საკითხები, სადაც კონკრეტულ სოფლებში სხვადასხვანაირად გადანაწილებული, მაგალითად საავადმყოფოები,
სხვადასხვა დაწესებულებები, სოციალური მაგას სკოლები, საბავშვო ბაღები, მათი მშენებლობა, რემონტი, გარდა ამისა არის საცხოვრებელ სახლები, ომიდან მოყოლებული, ბევრი დაზიანებულია ომის შედეგად. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებები გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები გააცნო დღეს პაატა ზაქარაიშვილმა დონორ ორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. როგორც მან განაცხადა, შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. შეხვედრის შესახებ დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიგენმაც ისაუბრა. ვალდებული ვართ მაწილაში წარუდგინოთ ანგარიში. თუ როგორ მუშაობდა სახელმწიფო კომისია, მით უმეტეს რომ ეხლა შეიცვალა რა ჩემი თქვათ ასე თანათავმჯდომარე, ჩემი კომისიის როგორც არის ბატონი დავით ნარმანია, ბუნებრივია მათ აინტერესებთ რა იქნება თუ არა სრულებები, როგორ იქნება ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ განაგდოთ მუშაობთ ორი სამინისტრო, ამ სამ კომისიას თავში შევდგევართ და ანგარიში წარუდგინეთ რა გაკეთდა, რას ვაპირებთ და შესაბამისად ვაჩვენეთ სად შეიძლება მათ თავი დაინახონ. ჩვენ აქტიურად ვუცხადებთ მხარდაჭერას ამ წამოწყებას სხვადასხვა პროექტებში, როგორიცაა სარწყავი არხების მოწესრიგება, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით, რადგან ეს შეხვედრა აჩვენებს, რომ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მზადაა და ღიაა დიალოგისთვის დონორ ორგანიზაციებთან, რადგან ინფორმაციის გაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს. პაატა ზაქარაიშვილმა ასევე TV3-ის ჟურნალისტებს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ ამ პერიოდს ძალიან კარგად დაემთხვა კარასინი აბაშიძის შეხვედრა. კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება 7 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია ალიანს საყალიბებს ევროატლანტიკური არჩევანი ასე ქვია კოალიციას, რომელშიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ზურაბ ხარატიშვილის საინიციატივო ჯგუფი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და საქართველოს ქალთა პარტია გაერთიანდნენ. რა გეგმები აქვთ ახლად შექმნილი ალიანსის წევრებს და ვინ არის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, ნახეთ ნიკა საჯაიას სიუჟეტში. ალიანსი ევროატლანტიკური არჩევანი ასე ქვია კოალიციას, რომელშიც 7 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული. ახალ ალიანსში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ზურაბ ხარატიშვილის საინიციატივო ჯგუფი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, მერაბ კოსტავას საზოგადოება და საქართველოს ქალთა პარტია გაერთიანდნენ. გაერთიანების ლიდერთან განცხადებით, მთავარი მიზეზი იმის თუ რატომ მოხდა პარტიათა შეწყმა ის არის, რომ მათ სურთ ქვეყნის დასავლური ორიენტაციის გამყარება. ძირითადი არის ის პრინციპები, რომელიც კოალიციამ საფუძვლად დაედო, ეს არის საგარეო ორიენტირი ქვეყნის და ევროატლანტიკური არჩევანი, იმ მოზღვავებული, პრორუსული, გარკვეული მცირე, მაგრამ რაღაც ჯგუფების გაჩენის შედეგ ქვეყანაში მიგვაჩნია, რომ ყველა ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული პოლიტიკური სუბიექტების ერთობა ქვეყანაში დღეს აუცილებელია და ეს არ არის მხოლოდ არჩევნების გამო შექმნილი კოალიცია. კარგი ხანია მუშაობთ აი ამ გაერთიანებაზე. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის და ყოფილიყო გრძელვადიანი და ამიტომ ავიღეთ საფუძვლად ძირითადი პრინციპები და სახელშიც ეს კარგად ჩანს, ეს არის ევროატლანტიკური არჩევანი, ესე დავარქვით აი ამ კოალიციას, ამან ჩვენ ვართ პროდასავლური პარტიები, ძალიან მყარად მტკიცეთ, ასევე ჩვენ გვაქვს მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგია ეკონომიკაში, საშინაო პოლიტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების პერიოდში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მთავარი ყურადღება და კონცენტრირება იქნება აი ამ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში. კოალიცია თბილისის მერობის კანდიდატს, ასევე სხვა ქალაქებში მერობისა და გამგებლების კანდიდატებს 24 აპრილს დაასახელებს, მათ დღეს თავი შეიკავეს და ესახელებინათ სავარაუდო კანდიდატების ვინაობა, თუმცა აცხადება, რომ თემასთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები. გითხრათ, რომ ევროატლანტიკური არჩევანი პოლიტიკური კოალიციას ნამდვილად ეყოლება მერის კანდიდატი და ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითმმართველ ქალაქებში დავაყენოთ კანდიდატები და მაქსიმალურად შევეცადოთ საქართველოს მოვიცვათ, რათა აი ეს ლანდშაფტი პოლიტიკური შეიცვალოს და გარდა ორი პოლიტიკური ძალისა უნდა შევიდეს და უნდა არსებობდეს სხვა პოლიტიკური ძალები და მოუგუნებლივია მოვიაზრებთ ამ შემთხვევაში ჩვენ თავს. ჯობია იცით რა ვქნა დაველოდოთ ბლოკის ჩამოყალიბებას და ბლოკი წარადგენს, მაგრამ რა თქმა უნდა კონსულტაციები მინდის და გვეყოლება საკმაოდ კარგი მერობის გეგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა საარჩევნო და არასაპარლამენტო პარტიების ეს უკვე მესამე გაერთიანებაა. 53 სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლის დირექტორად ეკა გვახარიას გარდა ნებისმიერი სკოლის პედაგოგი იქნა შერჩეული.
53 სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ პროტესტს საღდგომო არდადეგების შემდეგაც განაგრძობენ. ისინი მოითხოვენ, რომ განათლების სამინისტრომ ეკა გახარია გაათავისუფლოს თანამდებობიდან და ოქტომბრის შიდა არჩევნებამდე დირექტორად 53 სკოლის მასწავლებლები დანიშნონ, რომლებიც იცნობენ 53 სკოლას და ბავშვებს. ჩვენ სიტყვას არავინ არ ისმენს, ჩვენ არავინ არ გვეკითხება ას. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტრო არ არის, ქალბატონი სანიკიძე არ არის მარტო მინისტრი 53 საჯაროს ვარდისფერი კედლების და ის არის მინისტრი ყველა თითოეული ბავშვის, მან უნდა გაითვალისწინოს ის მოსაზრებები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და არ უნდა იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ნებას სურვილით. მან უნდა მოგვისმინოს ჩვენ. მოსწავლეები აცხადებენ, რომ მათ პირადად ეკა გახარიას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, ისინი ელოდებიან სასამართლო განაჩენს, რომლითაც მათი აზრით სკოლის ყოფილი დირექტორი მარიამ რამინაშვილი გამართლდება. ჩვენ არ გვაქვს პირადად პრეტენზია ქალბატონ ეკა გახარიასთან. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღარ იყოს ჩვენ სკოლაში უსამართლობა და დაბრუნონ მარიამ რამინაშვილი, იმიტომ რომ როგორც მოგიხსენებათ, ძალიან საშინელი მიზეზების გამო გაანთავისუფლეს იგი თავისი პოზიციიდან და ჩვენ ბოლომდე ვიქნებით სკოლასთან და არ ჩატარდება გაკვეთილები. 64 თეთრის გამო, როდესაც ჩვენთვის უსაყვარლეს დირექტორს ანთავისუფლებენ, არის ძალიან დიდი სირცხვილი. როცა ბრძანებაში შემოხაზულია ფლომასტერით, რომ 64 თეთრის გამო გაანთავისუფლეს მარიამ რამინაშვილი, არის ძალიან დიდი 53 სკოლის მოსწავლეები აცხადებენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ეროვნული გამოცდები ახლოვდება, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი სასწავლო პროცესს კვლავ ჩაშლიან. რადიო ფორტუნა შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა გავიდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მარშალ გელოვანის ორ ნომერში, სადაც რადიო ჰოლდინგ ფორტუნას და ტელეკომპანია Music Box-ის შენობაა ცეცხლი ეკიდა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო ბრიგადების მანქანები. სამაშველო ჯგუფებს ხანძრის ლოკალიზებისთვის 15 წუთი დასჭირდათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებულია მხოლოდ შენობის სახურავი, რასაც სერიოზული ზარალი არ მოუყენებია. დაახლოებით 4 საათი და 20 წუთი შეტყობინება რომ შემოვიდა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩაზე რადიო ფორტუნის შენობიდან იყო ძალიან ძლიერი კვამლი გამოდიოდა და ხანძარსაც ხედავდნენ. ძალიან ბევრი შეტყობინება იყო შემოსული, გამოგზავნილი იყო 14 ერთეული ჯგუფი მოსვლისთანავე დადასტურდა, რომ დაახლოებით 400-500 კვადრატზე იყო ღია ცეცხლი სასმენო გადახურვაზე, სადაც იყო საშიშროება გავრცელებული იყო ხანძარი, მაგრამ 15 წუთში ჩვენმა სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა მოახერხეს ლოკალიზება და რაც თავარია მოხერხდა ხალხის ევაკუაცია დროულად და ფაქტიურად ხანძარი დაბლა არ ჩამოგვიშვია. მთლიანად სახურავი ჰქონდა ასევე ძლიერი დაკვამლიანება. იყო 14-15 სახანძრო ერთეული მოსული და 20-25 წუთში ხანძარი იყო ლოკალიზებული. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს უბრალოდ დაპყრობითი სამუშაოები. მთლიანად ევაკუირებული იყო შენობა, თუმცა Music Box-ისგან განსხვავებით ხანძარს რადიო მაუწყებლობისთვის ხელი არ შეუშლია. არხი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაუწყებლობას ვერ ახდენდა. პირველ რიგში მეგობრების დახმარებისთვის გარედან დაინახა და შენიშნა ხანძარი და უკვე შესაბამისად უკვე მობილიზებული იყო ჩვენი რადიოს ტექნიკური სამსახური. ძალიან სწრაფად მოვიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. მადლობა მათ, აუცილებლად უნდა აღნიშნათ. გამწვევი მიზეზები უცნობია, მაგრამ თავარია რომ ხანძრის კერები იყო სახურავზე, საკმაოდ დიდი ფართია და საკმაოდ სწრაფად იქნა ლოკალიზებული. არაფერი არ დაზიანებულა, ასე ვთქვათ, რადიოში არ შეწყვეტილა მუშაობა, მევაკუირებული იყო თანამშრომელთა უმეტესობა. უნდა ჩვენი სამუშაო შეფერხდა, ეთერში ვერ გავედით და ძალიან გვეშინოდა რომ სერვერები არ დაგვეწოს და საერთოდ არ გამოვეთიშოთ ეთერს და ის რომ სხვერპლი არ იქნებოდა, ეჭვიც არ გვეპარებოდა, იმდენად სწრაფად მოვიდა სახანძრო, სანამ ჩვენ აზზე მოვედით, სახანძრო უკვე აქ იყო. ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგულიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა სასამართლო დარბაზიდან და ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარიაშვილის გამოსვლის შემდეგ გირგულიანის ახლობლები ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ზაქარიაშვილს შეაფურთხა. ამ შემთხვევის შემდეგ დღესვე ირაკლი კაკაბაძემ განმარტებები გააკეთა. ირაკლი კაკაბაძის განცხადებით საქართველოში ძალიან დიდი სულიერი კრიზისია და ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი კი სწორედ ამ კრიზისის შედეგია. ირაკლი კაკაბაძემ მას ადამიანის შინაარსის გარეშე უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები მისი მხრიდან კვლავ მოსალოდნელია, რადგან ყველა მათგანი იმსახურებს ფურთხს. პირდაპირ
შტურმით შეტევაზე გადავალთ ყველა ასეთ უზნეო ადამიანზე, ყველა ასეთ უზნეო პიროვნებაზე, რომელიც ეთიკის ფარგლებზე ზემოთ აყენებს ფულს, რომელიც გაყიდულია და რომელიც არის ზნეობის სულში ჩამფურთხებელი. ყველას მიმართ მოვითხოვთ ჩვენ ძალიან მკაცრი ზომების გატარებას. მაგრამ ეს მკაცრი ზომები, რა თქმა უნდა, არის კრეატიული, ეს იქნება ყველაფერი კრეატიულობის ფარგლებში და თქვენ ნახავთ, ჩვენ მათ შევთავაზებთ, ისეთ ქაქში ვაბანავებთ ყველა მათგანს და ისე მოულოდნელად და ისე გამომგონებლურად, რომ თვითონაც შეიძლება მოეწონოთ. ირაკლი კაკაბაძის განცხადებით არის რაღაცეები, რაც კანონზე და სამართალზე მაღლა დგას და როცა უმრავლესობა არ ეთანხმება კანონს, ხალხს თავად შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. გორის რაიონის სოფლების ხიდისთავისა და უფლისციხის 1300 აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება. კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ენერგოპრო ჯორჯიამ ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება დაიწყო. რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შედეგად 10 კილოვატიანი ფიდერის განტვირთვა მოხდება და შესაბამისად მომხმარებლების ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და საიმედო გახდება. გორის რაიონის სოფლების ხიდისთავისა და უფლისციხის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით ენერგოპრო ჯორჯიამ ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება დაიწყო. სამუშაოების შედეგად ხიდისთავის 1100 და უფლისციხის 200 აბონენტს ენერგომომარაგება გაუმჯობესდება. კვერნაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად მონტაჟდება 2 მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძა და შენდება 800 მეტრის სიგრძის 10 კილოვატიანი ხაზი, რომელსაც გაუკეთდება გადასასვლელი მდინარე მტკვარზე და სარკინიგზო მაგისტრალზე. დღეს ჩვენ ვახორციელებთ 10 კილოვატიანი ფიდერის ხაზის მშენებლობას, რომელიც გადაკვეთს მტკვარს და მდინარე მტკვარს და სარკინიგზო მაგისტრალს და დაუკავშირდება სოფელ ხიდისთავს და უფლისციხეს. ესოვე სოფელი მანამდე ელექტროენერგიას იღებდა ფიდერის წედისიდან, რომელიც ძალიან დატვირთული ფიდერია, მთლიანად ატენის ხეობა და ესოვე სოფელი ამ ფიდერზეა და ამიტომ გარკვეული პრობლემები იყო ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით. ამიტომ ენერგოპრო ჯორჯიამ გადაწყვიტა გაეკეთებინა ეს ხაზი და უკვე 1300 აბონენტი უკვე ელექტროენერგიას მიიღებს უშუალოდ ამ ფიდერის საშუალებით. ამ ეტაპზე ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დასუფთავების მასშტაბური აქციები დაიწყო. აღნიშნულის ფარგლებში პირველი აქტივობა გორის სასაფლაოზე გაიმართა. სპეციალური ტექნიკით ნაგვის გატანა მოხდა. გამგეობაში შექმნილი სპეციალური ჯგუფის ინიციატივით მსგავსი აქციები გორში მოქმედ სხვადასხვა დაწესებულებების ჩართულობით ეტაპობრივად მოეწყობა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალი ინიციატივის განხორციელება სასაფლაოდან დაიწყო. დასუფთავების აქციის ფარგლებში კეთილმოწყობის, გამწვანების და სხვადასხვა სამსახურების მიერ გამოყოფილი ტექნიკით მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დასუფთავდა. როგორც სასაფლაოს დირექტორი აცხადებს, მსგავსი აქცია აღნიშნულ ადგილას ამ დრომდე არ ჩატარებულა. მისივე თქმით, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ სასაფლაოზე მდებარე ნაგვის ურნების ნარჩენებისგან დაცლა ყოველკვირეულად ხდება. ურნები იცლება გაავთნაგავი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ძალიან მცირეა. ამხელად 50 ჰექტარამდისა გორის სასაფლაო ტერიტორიულად, ხო და ამისი დასუფთავება დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ძირითადად დამოკიდებულია ყველაფერი მოსახლეობაზე. ის ჩეხება ეს ნარგავები და ნარგავების გამოტანა ძირითადი პრობლემა. ახლა ჩვენ თქონა ყოველთვის იყო და არის რომ შეძლებს დაგვარად გამოიტანონ გზაზე მოსახლეობამ. ორი მანქანა ვემსახურებით ჩვენი საწარმოდან, შუპოსი იბოლია. და მიმდინარეობს სასაფლაოს დალაგება ეს მისაყრია ესეთი რაღაცები გაგვაქვს იქით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დასუფთავების საკითხებისთვის გამგეობაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ კი გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქციები მოიწყობა. დაგეგმილი გვაქვს ამ კამპანიის ფარგლებში არაერთი აქცია. როგორც ქალაქში, ასევე სოფელში ჩართულები იქნებიან როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე სკოლები, საშუალო სკოლები, 2 უნივერსიტეტია გორში და სტუდენტები ჩაერთონ. ნამდვილად კარგი აქცია გამოვიდა, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც უნდა იყოს სისუფთავე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სიმყუდროვე,
მუდმივი განსასვენებელია და მე ვფიქრობ, რომ ანალოგიური აქციები დაიწყება კიდევ მთელი ქალაქის მასშტაბი. ჯერ ვიწყებთ ახლა ქალაქში, მე რა თქმა უნდა შემოგვიერთდება რაიონიც, ეს არ იქნება ერთჯერადი, შეიძლება ითქვას ეს გაგრძელდება, იმიტომ ამაზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი ჩვენს მუნიციპალიტეტში შექმნილი და ამით მინდა ყველას მოუწოდოთ, რომ ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში. დასუფთავების აქციებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყოფა. აქტივობა სხვადასხვა სამსახურებისა და დაწესებულებების ჩართულობით განხორციელდება. მოწევა კლავს ამ სახელწოდებით საზოგადოება ბილიკის აღსაზრდელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და მწეველ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ, ისინი მსგავსი ღონისძიებების მოწყობას მომავალშიც გეკმავენ. საზოგადოება ბილიკის ორგანიზებით მოეწყო აქციას სახელწოდებით მოწევა კლავს. ბილიკის აღსაზრდელებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით მწეველ საზოგადოებას თამბაქოზე უარის თქმისკენ მოუწოდეს და გორის ქუჩებში შესაბამისი ფლაიერები დაარიგეს. ბილიკის ინიციატივით ვატარებთ აქციას მოწევა კლავს. ჩვენ გვინდა ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს თუ რა შედეგი მოაქვს სიგარეტის მოწევას. დავდივართ ქუჩაში და ვარიგებთ ფლაიერებს. რაშიც არის ინფორმაცია. ბილიკის აღსაზრდელებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით შეუერთდნენ და მსვლელობა მთელი ქალაქის მასშტაბით მოაწყვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქციებით მწეველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი მათ მოწოდებას გაითვალისწინებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუბრუნდება. დღევანდელი აქცია არის ალბათ იმ ხალხისთვის, ვინც სიგარეტს ეწევა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს უფრო ჯანმრთელი ქვეყანა და ვინაიდან ვიცით რომ ეს არ არის მართლა იწვევს სიკვდილს მოწევა და ამისი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ამიტომ გვინდა რომ ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამხელა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი მათ. ჩვენ გამოვიცილოთ რომ ხალხის ცნობილება ამავდროულად სიგარეტის მამულობის შესახებ, ჩვენ ხალხს მოუწევთ რომ აღარ მოწიონ, რათა ისავნებს მათ ორგანიზმს და იმედია ამას გაითვალისწინებენ და ჩვენ ამას შევძლოთ რომ ხალხი არ მოწევს. არა სიგარეტს. დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მსგავსი ღონისძიებების მოწყობას მომავალშიც გეგმავენ. ამ ფორმით საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ მოწევა კლავს. მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისა და გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით სახელოვანი ფალავნის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. გამარჯვებულ ძიუდოისტებს თასები და სხვადასხვა ხარისხის მედლები გადაეცათ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა სახელოვანი ფალავნის დურმიშხან ბერუაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და აზერბაიჯანის ძიუდოს კლუბის ჭაბუკმა ძიუდოისტებმა. პირველობისათვის 9 წონითი კატეგორიის მოჭიდავეებმა იბრძოლეს. ეს ტურნირი დიდი ხანია იღებს სათავეს. ჯერ კიდევ მისი გარდაცვალებიდან თითქმის ყოველ წელიწადს ტარდება. ამ ტურნირებზე იზრდება ახალგაზრდა სპორტსმენები. არა მარტო ვარჯიშია საჭირო, არამედ ტურნირებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ გამოცდილება მიიღონ და უფრო ეფექტურად რომ შეძლონ თავიანთი სპორტული კარიერის გაგრძელება. საუკეთესო ფალავნებს გადაეცათ თასები და სხვადასხვა ხარისხის მედლები. შეჯიბრებაში 100-ზე მეტმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა. დღევანდელ ტურნირში გამარჯვებული მონაწილეები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან და პირველობისთვის ბრძოლას საქართველოს ფარგლებს გარეთ გააგრძელებენ. წარმატებები კიდევ ვეცდები რომ ვიჭიდაო და ახლა ხვალე მივდივარ აზერბაიჯანში და ვეცდები რომ იქნებით გამარჯვებული ჩამოვიდე. მონაწილეობდი 50 კილოგრამის კატეგორიაში. გავემარჯვე და გახარებული ვარ. ვეცდები რომ სხვა დროსაც გავემარჯვო და დავიკავო პირველი ადგილი. ჩამოვედი თბილისიდან, მესამე ადგილი დავიკავე. კარგი ეს ტურნირი ბავშვებისთვის მიიღებს გამოცდილებას და საქართველოსთვის ჭაბუკებში გამოცდილებას იღებენ ეს ბავშვები და მომავალში შედეგს გააკეთებენ ევროპაზე და მსოფლიოზე. მომავალში ვეცდები ახალგაზრდებს შედეგი გამომჯობესო და წავიდე ევროპაზე და მსოფლიოზე. ტურნირი ორგანიზებული იყო გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის და გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის მიერ. გორში დურმიშხან პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირები ყოველწლიურად ტარდება. ასეთ იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.